რატო? იმიტომ რომ ხეტიელი იყო გონება. მაგრამ ყველაზე პატარა ლოცვა არის უფალო შემიწყალება. ყველაზე პატარა ლოცვა არის უფალო იესო ქრისტეს ღვთისაო შემიწყალება ცოდვით. ოღონ ამას ხმამაღლა კი არ უნდა ყვიროდი, ავტობუსში ჩადეში, იგი უნდა ისო ყვირიც. შენთვის გულში უნდა თქვა შენ. და ვერ მოგერება ვერაფერი. შენ დაგტოვებს ის ძალა, რომელიც გებრძვის. დაგტოვებს ის ძალა, რომელიც შენ სხვაგან გაგახედებს. არ გაიხედა მაშინ. იმიტომ რომ იქ უფალო იესო ქრისტეს შემიწყალება ცოდვილი ყველაფერი დვია ამაში. და ეს უნდა შეძლო. როცა სიძულვილი შემოგაწვება, დედა გეზიზება, ან ცოლი გეზიზება, ან შვილი უწევ რაღაცა გითხრა და გადაირიე. აგაქცია, ხო? უფალო იესო ქრისტეს ღვთისაო შემიწყალება ცოდვილი გამოდვებული ლოცვა რა გქონდეს იქ. სიძულვილი ვერ შემოვა იქ შენთან. იქ შენ მუდმივ სიყვარულში ხარ. არ გესმის ცუდი. გესმის შენი შეწყალება. შენი ცოდვის შეწყალება გესმის, ეს ხმა გესმის. და ამაზე კარგი არაფერია, მაგრამ ძნელი ეს და ძნელზე ძნელი. არა? და არა და თუ არ გვექნა განცდა ჩვენი ცოდვებისა, ახსარებად ძალიან ძნელი. და აი ზიარება ძალიან ძნელი. და პიროვნული ურთიერთობა ქრისტესთანაც ძალიან ძნელი. თორემ თეორიულად ჩამოაყალიბე რამდენი წინა შენ იძახე რომ აი ასე უნდა შემოვიდეს უფალი ჩვენთან და მე ჩვენ შევრიგდებით უფალთან და რა ვიცი კიდე დაწყებს დავწერდი ვინაირებს რომ ვერ მომიგონია მაგრამ არ არის ასე არ არის ეს ჩვენთან და ჩვენ ცხოვრებაშია და ის პიროვნული ურთიერთობა რომელიც ახსარებას ზიარებით უნდა დავამყაროთ უფალთან ეს ჩვენში უნდა მოხდეს ეს და როდესაც ჩვენში ეს ხდება მაშინ ვხვდები ჩვენ რომ რას ეფუძნება მარხვა რას ეფუძნება სიყვარული რას ეფუძნება სიმდაბლე რას ეფუძნება მორჩილება რას ეფუძნება მოთმინება სიყვარული რას ეფუძნება ამას ყველაფერს მივხვდები და ბოლოს ხდება ის რომ გონება განიწმინდება მოხეტიალე კი აღარ იქნება სუფთა და მერე ამ განწმენდილი გონებაში იმკვიდრებს ვერე განცდათვის და ცოდვათა და არა განკითხვა სხვისა, წმისა, მოყვასისა, ნათესავისა, ცოლისა, ქმრისა, დედამთილისა, მამამთილისა, დედისა, მამისა და რა ვიცი, უკიდურებისა. და ვეღარ მოგერება მე ეს დაგებული ფაფანგები, რომელიც ამა თუ იმ განსაცდელება მოგვიტანა და ხოროდებისკენ მიგვაქანებს. დღევანდელი სარწმუნოება და დღევანდელი მორწმუნეები სუსტები არის და განსაცდელები ისეთი დიდია რომ უძლურია სარწმუნოება და ბოროტებისაკენ მიედინება ადამიანური ცხოვრება. არა და ვეველთებით უფალს რომ გვირწმას ამ ბოროტისაგან. განსაცდელები კიდე ძალიან აქტიურია. მაგრამ ყველა ხედავს ამას. ყველა ხედავს განა ვერ ხედა. ფულზე იყიდება ყველაფერი. მიწა, მანქანა, მამული, ენა სახელმწიფო ადამიანების ნაწილები შვილები ბავშვები წყალი მთა და რა ვიცი ყველაფერი სინდისიც იყიდება კიდე ჩვენ თუ კიდე ვიზახოდა არ გამიყიდია სინდისი უმარა გაყიდულია და გვიჭირს ამით გვიჭირს ეკონომიურად გვიჭირს სულიერად გვიჭირს სახელმწიფოსაც მაგრად უჭირს იმიტომ რომ სახელმწიფო
მუდამ სხვაზეა დამოკიდებული, როდესაც ვხედავთ, რომ რაღაცა პატარა ძვლებია და გამოძრომა ხდება იქიდან მიკვირს როგორ მოახერხა. ბევრჯერ მეწოდება, მაგრამ რა უნდა ქნა? ხდეს დაეტაკოს, სულადვილად დაშლიან, უნდა გვესმოდეს ჩვენ რომ ძალა ვისაცა იმას აქვს ყველაფერი. დღეს სოფლიოში სადაც უნდა, რასაც უნდა იმას 30 წუთში და იზრდება, 3 დღეში და იზრდება. და როცა უნდა მაშინ იზრდება. და ზოგს რო გონია რომ დიდ გორი იყო და დავით აღმაშენებელი იყო და გამომივსეს თავს რაღაცა ჩალი და მე თვითონ გაიქცევ აქეთ წითელი ხიდისკენ. ხო და მე უნდა მოგვდე აქეთ წინვალთან და სოფლთან. ეს არ უნდა მოხდეს. ჩვენ გვჭირდება გონიერება, ძალიან დიდი გონიერება გვჭირდება. მაგრამ ერთმან უკრას გაგრძელდეს ამ ბავშვების გაგიდვა და 1000 დაწყობებურება. ან ადამიანების ნაწილების გაგიდვა და ასე შემდეგ, გამარს უნდა გაწმენდ. და არც სინდესი არ უნდა გავყიდოთ. ამასაც უნდა გამოსწორებთ. ატალია წმენა მოუძლურებელია, მაგრამ და ცოდვამაც იმძლავრა შეიძლება და იმრავლა. შეიძლება წვდიადიც გაჩნდა, მაგრამ იმიტომ რომ იშვიათია სულიერად მაცხოვრებელი ადამიანების. ჩვენ ისეთი მაგარი ქალები გვყავდა, პრინციპული ქალები, რომ აი მაგალითად მეუბნებია, რომ ფერეიდანში ქართველი ქალი არაფრით არ თხოვდებაო იმაზე ირანელზე. გამხარებია შეგნით, რომ მან შეინახა ალბათ ეს 400 წელიწადია ენი, ჯიში, ჯილაგი. მე როდესაც ვიყავი სამხრეთ საქართველოში, იქ ლაზები გადმოდიოდნენ ჩემთან. ქონდა იმათთან კავშირი მე. და ზოგჯერ ვყიდულობდი საჩუქრებს აქედან და ვჩუქნიდი იმათ მიხაროდა რომ იქ ქართველები მოდიოდა და ერთი კაცი იყო იქ ცოტა შავი სურათები გადაღებული ფოტოშორის. ერთხელ მეთქი მივიდან და ბრევს ვაჩვენებდი ამას რომ ვანახებდი აი სახე იყო ნამდვილი ქართული. ერთი სახე პატარა ისია რა საშა უგრამანო. მეგენი მეუბნებოდნენ აი მაგანო მაგის მამა მოიყვანა თურქიო. შერეულია მაგო. ხონდა ის რა პრაღავდა ციცი აი თითქოს ავანხობი. მაგრამ რას ეზავდნენ? ალბათ ასე იყო იქ საჭირო 100 ალბათ საჭირო იყო. არ ერევია კიდე რამდენი წელი 400 წელია და არ ერევია კიდე. ეს იქ ქართველებზე, ქალებზეა დამოკიდებული. ის დედაბოძები მაგრები არის. და ვერ არყევენ იმას. ვერც ის მაჰმადიანური რწმენა ვერ არყევს. შეიძლება მაჰმადიანები არიან, მაგრამ ვერ არყევს. შინაგანად მაინც ჯიში ჩვენი. და ეს მიხაროდა მე. ამიტომ ჩუქნიდი რაღაცებს იმის და ვიდოდა რომ გაგრძელებული იყოს ყველაფერი და ჩვენ საქართველოში დაჯანდაბადა გვემართა ესმის აი შეგვიყეს წმენა შეგვიყეს ყველაფერი ამ ხაფანგებით. ვენდეთ ვიღაცებს ხო და საშინელებები. ამიტომ უნდა თვალის ახენა. ამიტომ უნდა გონების მოკრება. ამიტომ უნდა ცოდნა. და გვჭირდება ყველაზე დიდი კიდე განათლება. რომელიც ახალი არ არის. დავშალეთ ყველაფერი, დავანგრიეთ და საჭიროა გონზე მოვიდეთ.